სახელთა მამისათა დადისა სულისა წმინდისათა ჩვენ ბიბლიდან ვიცით ჩვენი ცხოვრების გამოსცემად შევიცანთ ის განგება ღვთისა უნდა ადგინა გარკვეული რიტმი ცხოვრებისა და როდესაც პირველ წიგნში პირველ თავში წერია რომ შექმნა მზე განგება დღისა და მთავარი განგება ღამისა ისისო რომ ჟამები დროები წელიწადები აღსანიშნავად აღსანიშნავად იგი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ღვთის არის დადგენილი და ყოველდღიური მე იკრიბება თვეებად და წელიწადებად ეს დადგენილება ამ ქვეყნისათვის არის რათა ჩვენ ყოველთვის ყოველ დღე უფალი ვახშობდეს შემოქმედი ცისა ქვეყანისა და ყოველი რაც არის ცათაშინა ქვეყნისა ზედა და მოგვენჭა ჩვენ რაცემის შემდეგ ადამიანისა სამოთხეში ჩვენ განსათვის უწოდოთა და გვაქვს ნუგეშად ახთმა მზადო მერთმა ადამიანთან რომ მოულის ხსნელს და ხსნელი ჩვენი ამბობს თუნდაც დავაიყო და სადაკოილებმა თქვენს რომ ადგომ არ არისო საიდან მოიტანეთ ეს არასოდეს და მაშინ მათ ცხოვრება გახსნა უთხრა და როგორ ამბობს წერილი მერთი უბრალო მე ვარ მერთი აბრამისა მერთი ისააკისა მერთი იაკობის არ მერთი დართა მცოცხალთა
ამით ჩვენს გითხრა რომ წასული ამ ქვეყნიდან ცოცხალნი არიანო. ელოდიან ხსენს მოსვლას იმ ქვეყნად, ისე როგორც ჩვენ მოველით ამ ქვეყანაზე და მართებს ამიტომ მათი მოხსენილოცა მათ სულებისთვის. რათა როდესაც მოვა ჟამი ჩვენი მათ მისვლისა, პირიქოდეს მისასვლელი მათთან. ჩვენ გვახსოვდა ჩვენი წინაპრები, ლოცვით მათი სულებისთვის უფალმა შეუნდოს და შეიწევს მათ და ფაქტობრივად ჩვენი მომავლისათვის ვეძებთ, რომ ჩვენ შემდგომ იყოს ვედრებელი ჩვენი სულებისათვის. ეს კავშირი, ყოველდღიურიდან, ყოველწლიურიდან და მარადიული ეს კავშირი დაადგინა ჩვენ დასაცხოვნებლად. ამიტომ ეკლესიამ დაადგინა დედალში განსაკუთრებული მსახურებანი მოსახსენებლად წინაპრებსა. აი ერთ-ერთი მათგანი არის დღევანდელი დღე, ხორციელი შაბათი, რატო რომ ის ხორცის ჭამა განსხვავების მომენტია. ხო? ამ ქვეყნებში გაძლიერების ფიზიკური გაძლიერების, მაგრამ ამ დროსაც უნდა გვახსოვდეს ჩვენ ისინი, ფიზიკურმა და ხორციელმა სიმდიდრემ არ შეიძლება დაამძიმოს ჩვენი სულები და ჩვენი კავშირი ჩვენი წინაპრების სულებთან. ამიტომ ჩვენ აღვავლეთ ახლა ვედრებას მათ სულის მოსახსენებლად და მისატევებლად სულთა და სულის საუხად მიმართოს ყოველწმინდანს.